მოგესალმებით აპოლინო სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი წარმოგიდგინოთ და მოვამზადებ ნამცხვარ ტარტალეტკებს. ეს არის ფხვიერი ნამცხვარი, რომელსაც აქვს შიგნიდან გემრიელი ჯემი და გარედან ბეზეს კრემი. რეცეპტი არის ძალიან მარტივი მოსამზადებელი, არის ძალიან გემრიელი. ახლა კიდე არ შეჩემდა და მოვამზადოთ გემრიელი ნამცხვარი ტარტალეტკები. ტარტალეტკების მომზადება ისიც გჭირდება 350 გრამი ფქვილი, გჭირდება აგრეთვე 200 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი, 120 გრამი შაქარი, ციკვი მარილი, 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი გამოფხვიერებელი. მომზადება არის ძალიან მარტივი. ჩვენს ინგრედიენტებს მოვათავსებთ ყველას ერთად თასში. როგორც არის ფქვილი, შაქარი, კარაქი, კვერცხის გული 1 ცალი, არაჟანი, უმეტეთ ციკვ მარილს და 1 ჩაის კოვს გამოფხვიერებელს. უნდა ვაქციოთ 1 მასად. დაწვით გათქვეფა. გათქვეფა არ ჭირდება. როგორც კი მასა შეიკრება, უკვე მზად არის. ახლა მე გადმოვიტან ჩემ სამუშაო დაფაზე. მეკოთ ისეთი რომ ხელზე არ გვეწებებოდეს. დავუმუშავებ კარგად. შევკრათ ცომი. ბევრ დამუშავება არ ჭირდება. ახლა მე მას გადავიტან სამზარეულოს პარკში. გადავახო ისევ რომ ჰარი არ შევიდეს შიგნით. და მოვათავსოთ მაცივარში ყველაზე ცოტა 1 საათი. ცომი ინახება კარგად, შეგიძლიათ რამოდენიმე დღე შეინახოთ მაცივარში. ცომი ჩემთან იმყოფებოდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მაცივარში. მე ხვა გადმოვიტან ჩემ სამუშაო დაფაზე ისევ. დავამუშავებ კიდევ ხელით. დავაბრელებ. რომ ცომი იყოს ერთი და იგივე სისქის ყველგან, გამოვიყენებ მე ესეთ ჯოხებს, რომელიც არის 3 მმ-ზე მონიშნული და გავაბრელებ ახლა მე 3 მმ-ზე. იმ შემთხვევაში თუ გაგიჭირდათ ცომის გაბრყელება, ზემოდან გადავაფაროთ გამოსაცხობი ქაღალდი და გავაბრყელოთ. არის ბევრად უფრო მარტივი. ჩამოვჭრე მე ახლა უსწორმასწორო გვერდებს და როგორც უკვე აღნიშნე იმ შემთხვევაში თუ გაგიჭირდათ გაბრყელება, გამოიყენეთ ცოტა ფქვილი ან გამოიყენეთ გამოსაცხობი ქაღალდი, პერგამენტის ქაღალდი. ჩვენი ცომი გადაზილეთ ისევ და მოვათავსოთ მაცივარში. ტარტალეტკებისთვის მე მაქვს 2 განსხვავებული ფორმა, პატარები და დიდები. ესეთი განსაკუთრებულად მომწონს, რადგან შემიძლია ტარტები ძალიან ადვილად ამოვიღო შემდეგ ფორმიდან. და ჩვეულებრივი კლასიკური ფორმა, რომელიც ალბათ ბევრ თქვენთანაც აქვს. ფორმების ამოსაჭრელად გამოვიყენებ ესეთ პატარა რგოლს, თუ შეგიძლიათ ჭიქა გამოიყენოთ, ან რგვალი საგანი. ფრთხილად მოვაშორებ მე ახლა ჩემს სამუშაო დაფას ცომს, აიღეთ ფრთხილად. ფორმას არ ჭირდება არაფრის წასმა, რადგან ჩვენი ცომი შეიცავს საკმაოდ ბევრ კარაქს. ესე ჩავდოთ ცომის შიგნით. ზედმეტი ცომი კი მოაშორეთ. ეს არის ძალიან მარტივი. აიღოთ კიდევ ფრთხილად, დაიხმარეთ აუცილებლად რამე საგანი.
და ჩავდოთ ფორმაში. გულებს ნუ გამოჭრით იმაზე დიდებს, ვიდრე არის თქვენი ფორმა. არ არის აუცილებელი. დამჭირლებში კარგად ჩასვით შეგნით. ზედმეტი ცომი შეგიძლიათ ხელით მოაშოროთ, ან უბრალოდ ესეთი საგნის დახმარებით, ან მაგალითად დანის დახმარებით უბრალოდ მოიჭრათ. მოჩენილი ცომი გადავზილოთ ისევ და გავაბრტყელოთ. გამოვჭრე ახლა მე შედარებით უფრო დიდი ფორმით. ავიღოთ ფრთხილად ცომი, დაიხმაროთ აუცილებლად რამე საგანი და გადავიტან დიდ ფორმაში. სათდება ზუსტად იგივენაირად, როგორც პატარა ტარტალეტკები. ამ შემთხვევაში ცომი მოვჭერეთ ცოტა პატარა, მაგრამ არა უშავს ესე. ხელის დახმარებით ამოვწევმე ცომს ისევ ზემოთ. ჩვენი ცომი ძალიან არ გაიბეროს, ძალიან არ ამოიწიოს. მე ხა დავჭხვილტავ ჩანგლით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. და აუცილებლად დაჭხლეტეთ ჩანგლით. აუცილებლად. თორემ გაიბერება ნამცხვარივით. და ტარტალეტკები უნდა გამოაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი. ყველა ღუმელი ინდივიდუალური ჩავართვეთ ზედა და ქვედა წვა. ტარტალეტკებისთვის გვჭირდება ასევე მოხაჟული ბეზის კრემი, რისთვისაც გვჭირდება დაახლოებით 3 კვერცხის ცილა და კვერცხის ცილის სიდიდის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩემთან არის ზომა მედიუმი და იწოდეთ დაახლოებით 90 გრამს. გვჭირდება აგრეთვე დაახლოებით 200 გრამი შაქარი, 70 მილილიტრი წყალი, 1/4 ლიმონმჟავა. ყურადღება მიექცეთ კვერცხის ცილის სიდიდეს. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ უფრო დიდი ზომის კვერცხი, მაგალითად როგორც არის L ან XL, შაქრის რაოდენობა უნდა გაზარდოთ. ვიწყებთ მომზადებას. პირველ რიგში მოვათავსოთ ქვაბში წყალი, ეს არის ცივი წყალი. შემდეგ დავუმატოთ შაქარი. მოურიოთ და გადავიტანოთ საშუალო ცეცხლზე. და შაქარი მოვაცილოთ შემდეგ უკვე ქვაბის კედლებს. უმჯობესია ვაჟინის გასაკეთებლად თუ გამოვიყენებთ სამზარეულოს თერმომეტრს და ვაჟინის ტემპერატურა უნდა მიაღწიოს დაახლოებით 118 გრადუსიდან 120 გრადუსამდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი კრემი ძალიან კარგი. რა თქმა უნდა, შესაძლებელია თერმომეტრის გარეშეც მომზადება და ამას მომზადების პროცესში განახებთ. როგორც კი დაიწყებს ვაჟინი ადუღებას, მაშინათვე დავიწყოთ ცილის გათქვეფა. ცილა უნდა გავთქვიფოთ პარალელურად. დავუმატოთ მწიგუნარელი იმისათვის, რომ კვერცხის ცილის სტრუქტურა მალე დაიშალოს და დავიწყოთ გათქვეფა. უმჯობესია ვაჟინმა იდუღოს უფრო დიდ ხანს, ვიდრე დუღილი დააკლდეს. იმ შემთხვევაში თუ დააკლდება დუღილი, კრემი უბრალოდ არ გამოვა. და დაახლოებით ადუღებიდან 5 წუთის განმავლობაში კიდევ უნდა ადუღოთ. მინდა კარგად შეხედოთ, მიაღწია უკვე 118 გრადუსს, გადასცდა კიდევაც 118 გრადუსს და ნელა იწყებს პატარა ბუშტუკები უკვე წამოსვლას. მინდა კიდევ კარგად დააკვირდეთ ბუშტუკებს, თუ როგორ პატარავდება და უფრო მეტი ხდება ბუშტუკები. ესაც ერთ-ერთ ამოვიღოთ სულ ცოტა ვაჟინი და ჩავაგდოთ წყალში. იმ შემთხვევაში თუ ვაჟინი შეიკრა, უკვე მზად არის. მაგრამ როგორც ხედავთ, ჩემთან ვაჟინი ჯერ კიდევ წებოვანია. ამიტომ უნდა დავაცოდოთ კიდევ ცოტა და მოვსინჯოთ თავიდან. მიაღწია უკვე 121 გრადუსს, ხო კიდევ ნახავმე გავსინჯავ. ამოვიღოთ.
ცოტა უკიდე დავაცადოთ, მაგრამ უკვე შეიკრა. მინდა განახოთ, აი როგორც ხედავთ უკვე შეიკრა და ხო უკვე შეგვიძლია დავუმატოთ თამომად კვერცხის ცილას. მინდა კიდევ განახოთ, მიაქციოთ ყურადღება იმას, როდესაც ესე ამოწევთ, ესე ამოიღებთ მაგალითად, უნდა გაიკეთოს ძაფები. არც შეიძლება კარგად არ ჩანს, რადგან მე ხელში კამერა მიკავე და ახლოს ვერ მიმაქვს უბრალოდ ჩემი ობიექტივი, მაგრამ აი ესე პატარა ძაფებს იკეთებს. ეს ერთ-ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ არის უკვე მზად. შეხედეთ, როგორი ძაფი გაიკეთა, ეს უკვე მზად არის. როდესაც მიაღწევს დაახლოებით 120 გრადუსს, უმატებთ შემდეგ უკვე ლიმონმჟავას. მოურიოთ და გადავდგათ ცეცხლიდან. კვერცხის ცილა პარალელურად ითქვეფებოდა. დავიწყებ ისევ გათქვეფას და მინულა დავუმატებ ვარ. კონდეს საშუალო სუჩქარეზე ჩართული. დაჟინის დამატების დროს ხელი ამოძრავეთ აუცილებლად აქეთ იქ. სუჩქარეს მოვუმატოთ შემდეგ ნელ-ნელა. ეს კრემი უკვე მზად არის ძალიან ფაფუკი, აქვს არაჩვეულებრივი კონსისტენცია, არის საკმაოდ მყარი და შეგიძლიათ ტორტების გარდან დასაკრემად გამოიყენოთ. მზადება ძალიან მარტივად, ძალიან ადვილად, გქონდა თუ გაითვალისწინებთ ყველა იმ რჩევას, რაც აუცილებელია. როგორც ხვდათ, ჩემი ტარტალეტკები უკვე გამოცხვა. შეგიძლიათ ძალიან მარტივად ამოიღოთ ფორმიდან, უბრალოდ მოვჭირეთ ესე ხელი. ძალიან არა თქმა უნდა ვარ გადახოთ. და თავისით ამოვა ფორმიდან. არის ძალიან მარტივი. მომზადე ლიმონის კრემი, ეს აგრეთვე ტარტალეტკებისთვის გამოვიყენებ მალინის ჯემს და რა თქმა უნდა ჩვენი ბეზე. და დავიწყოთ უკვე ამოვცემოთ ტარტალეტკების. ზემოდან კი დავაჯინოთ უკვე ბეზე. მოვათავსებ მე ლიმონის კრემს. არის საოცრად გემრიელი. გადავიტანა ხოლმე ბეზის კრემს ისევ. ჩემ საკონდიტრო ტომარაში. შეგიძლიათ ნებისმიერი თქვენი სასურველი ფორმები დააჯინოთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შეგიძლიათ დააჯინოთ ასევე ძალიან ლამაზი რუსული ვარდები. ასევე შეგიძლიათ ლამაზი ვარდები გააფორმოთ და გაუკეთოთ ფოთლები. რა თქმა უნდა, თუ გსურთ. ჩვენი გემრიელი ნამცხვარი ტარტალეტკები არის უკვე მზად. გამოვიდეს საკმაოდ ლამაზი, დამერწმუნებით ალბათ. და აგრეთვე ძალიან გემრიელი. იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ თქვენი ბეზე მოიბრაწოს ზემოდან, აუცილებლად უნდა გადაატაროთ ესეთი გაზის სპეციალური ხელსაწყო და ის შეიცვლის შემდეგ ფერს და იქნება ძალიან ლამაზი ფერი და აგრეთვე იქნება ოდნავ მობრაწული ზემოდან.
სულ ეს არის დღევანდელი რეცეპტი, ჩვენ კი შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. შიგნიდან განახოთ გავსინჯავ კიდევაც არის საოცრება ფხვიერი ცომი, შემდეგ ლიმონის კრემი და ასევე ბეზე არის საოცრება, არის ძალიან გემრიელი კონტრასტი. სიმჟავე ძალიან ანეიტრალებს სითბოს. მადლობა იმისათვის, რომ ჩემთან ერთად იყავით. რეცეპტს დაგიტოვებთ როგორც ყოველთვის დავლა ინფობოქსში.